და თუ კი სამყაროს შემოქმედი იმისთვის განკაცდა, რომ ხალხს ემსახუროს, ანა მე ვინ ვარ? რიგითი ადამიანი, რომ თვლიდე, მივიჩნევდე საკუთარ თავს იმის ღირსად, რომ მე ადამიანები უნდა მემსახურო. მაგრამ გადის საუკუნეები, ქრისტეს ამ მაგალითის მოცემიდან, ქრისტეს ამ სწავლების გარდამოცემიდან და ადამიანები მაინც კარგავენ საკუთარ თავს. ხდებიან თანამდებობის პირები, ხდებიან შეიძლება საეკლესიო იერარქიაში მაღალი ასევე თანამდებობის და პატივის მქონენი და იმის მაგივრად, რომ ხალხის მსახურებად იქცნენ და ვიქცეთ, პირიქით ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი მე მეკუთვნის, რომ ხალხი მემსახუროს. და როდემდე უნდა დავამახინჯოთ ქრისტეს ეს სწავლება და მოძღვრება? როდემდე უნდა ვიყო შეცდომაში? როდემდე უნდა ვუგულებელყო ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ შენი პასუხისგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ შენ ემსახურო ხალხს. რა თქმა უნდა, ახლა ხალხის მსახურებაც სწორად უნდა იქნას გაგებული და აღქმული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ შენინება არ კონდეს და მუდმივად ცხრის ჭკუაზე დადიოდე, რა თქმა უნდა, მას არ ნიშნავს. უბრალოდ, როდესაც მაღალი პასუხისგებლობა გეკისრება, მაღალი თანამდებობა, საერო თუ სასულიერო, შენ ამით უნდა კი არ უნდა გაამპარტავნდე, კი არ უნდა შეიფერო ეს მდგომარეობა და კი არ უნდა თქვა, რომ აი მე მეკუთვნის, რომ ადამიანები მემსახურებოდნენ, არამედ უნდა გაითავისო, რომ ეს მაღალი პასუხისგებლობა შენ გაკისრებს იმ ვალდებულებას, რომ შენ ყველა ადამიანის გვერდში უნდა დადგე, მათი ტკივილი გულში თან უნდა მიიტანო და ემსახურო მათ, როგორც შეგიძლია და რანაირად შეგიძლია და შენ მათ ბატონად არავის დაუდგენი ხარ. შენ ბატონად კი არ დაგადგინა ღმერთმა, როცა მაღალი ხარისხი მოგცა, არამედ მსახურად. და ჩვენ აღრევას ვახდენთ, ბატონებად წარმოგვიდგენია ჩვენი თავი და ადამიანები ჩვენ საკუთრებად. ზოგჯერ მსახურებად, ზოგჯერ შეიძლება საერთოდ მონებადაც, იმიტომ რომ არ გვაინტერესებს რა ტკივილი აქვს ადამიანს. მე მინდა რომ ის მე მემსახუროს. მე ვფიქრობ, რომ ის მას საერთოდ რა სურს, ეს არც უნდა მაინტერესებდეს. ის უნდა აღასრულებდეს ჩემს ნებას სურვილს. აი მაშინ იქნება კარგი მსახური, კარგი მოქალაქე, კარგი ქრისტიანი. აი ასე დავამახინჯეთ ჩვენ ცნობიერება ქრისტიანული და სულისკვეთება.